ჩვენ ვისაუბრეთ მოზომილად ნამდვილად, მაგრამ შემდეგ ცოტა ხმაურში გადაიზარდა. ყოველგვარი შეურაცხყოფის მიყენების გარეშე ურჩიეთ, რაც ხდება სრულიად საქართველოში პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რომ გადადგეს კეთილი ნებით სრულიად მშვიდობიანად, ისევ და მის საკეთილდღეოდ. მაგრამ ბატონი ლევანი კატეგორიულ უარზეა და მისი თანაგუნდელები, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებ, ბრძოლა ეს კეთილი ბრძოლა და ალბათ ჩვენ სხვა ზომებს მივმართავ. ეს არ იქნება შიმშილობა, ეს არ იქნება შიმშილობა, ეს არ იქნება სკამების გადაგდება. ჩვენს უკან ხალხი დგას და ალბათ უმართავი რო გახდება საზოგადოება, მე ვიმეორებ საზოგადოება, მერე ალბათ თავიანთ თავზე აიღებენ. ჩვენ ახლა ბოლოს გავაფრთხილებთ მათ, იტვირთავ თქვენ ამ უმართავ სიტუაციებს, რაც ხდება მარტვილში. რომელიც ჩვენ არამც არ გვინდა მარტვილის მაგალითი ზუგდიდში მივიღოთ. ალექსანდრე ქობალია ახლა შემიძლია თამამად გითხრათ რომ იმალება პირველ დღესაც ყოფილა შენობაში და მეორე დღესაც არ ვიცი რატო გვემალება ჩვენ კეთილი მსურველები ვართ მისი მას მეგობარი ზუგდიდში არ აყავს მე უკვე დავრწმუნდი თუ არა მრჩეველი რო ყავდეს მას ურჩევდა გადამდგარიყო დღეს მით უმეტეს ჩხოროწყუს მაგალითი გვაქვს და სხვა რაიონების, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არც ოჯახში მივალთ და არც გამოჭერაზე ვიქნებით, ჩვენ ვივლით გამგეობაში და მის ბოლო პასუხს მივიღებთ. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ფორმით და ამ ეტაპზე და ასეთი ფორმით მე გადადგომას არ ვაპირებ არასდროში, მათ ამოაყენეს კონკრეტული რაღაც თავიანთი პირადი პრობლემების და მაგაზე აუცილებლად დავეხმარებით და გავითვალისწინებთ. და რაც შეეხება მას წინადადებებს მე რა წინადადებები იყო თვაში? და გადადგეთო თორემო რაღაც ტალღა მოდისო და რა ტალღა მოდის ნახავთ. აქციის ფორმას გააჩნია, ხო? ეს ზუგდიდია, მე ზუგდიდელი ვარ და ზუგდიდელების 75%-მა ამირჩია თითოეულობის არჩევნების პერიოდში და რა ვიცი აბა. თქვენ არ აპირებთ გადადგომას. ეს ფორმა არ არის თქვენთვის მისაღები, რა ფორმა იქნება მისაღები? ნიჭით რა არის, თანამშრომლობა, ეს არის დემოკრატიული ქვეყანას ვაშენებთ, ხო? საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. დემოკრატიულ ქვეყანას თუ ვაშენებთ, ჩვენ ყველანაირ თანამშრომლობაზე მოვდივართ, დღევანდელ ხელისუფლებასთან, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ, მაგრამ ახლა რაღაც ტალღა მოდის, კალბატონმა მურგულიამ განაცხადა, ის ტალღა გადაგული ზუგდიდს აქ რაღაც ფორმაა რა, მიუღებელი ფორმაა. ჩვენ ყველანი ზუგდიდელები ვართ, მე მგონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.